დღე იგივე ვიდეო მესამე დუბლი მეორე წავიდა. დუბლი პირველი. სამჭიდეებზე ველაპარაკოთ ახლა. კი ბატონო. სამჭიდეები გვაქვს ბევრნაირი. დოხრენად. ჟილეტოზე დასამაგრებელი, იმაზე რა ქვია, ხამარზე დასამაგრებელი და რა ვიცი, ბევრნაირი. ჩესტილათა საწყობი. ფასები მერყეობს 30 ლარიდან სადღაც 80 ლარის ფარგლებში. ამ ეტაპზე მეტი ძვირიანები არა გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ კიდე გაიზრდება ასორტიმენტი. უიმეს ეხლავე უნდა ძვირიანი და ეჩქარება. გამოტანაც შეგვიძლია რა თქმა უნდა. დავიწყოთ მოდი ცალიანებით. დავიწყოთ ცალიანებით. ცალიანები გვაქვს, აი ეს ესეთი ვარიანტები. თეორი. აი ეს მოდელები გვაქვს. ესენიც უბრალოდ ესენი წყვილში იყიდება, თორე არის ცალიანები. ესენი შეგვიძლია დავყენოთ გვერდ-გვერდ. ერთმანეთზეც მაგრდება და გამოდის ორცალიანი. საკმაოდ გავრცელებულია და ბევრი მოყვარეც ყავს ამას. ამ ოთახში ამ თუთას არც ერთი. ამ ოთახში არც ერთი, მაგრამ ზოგადად ბევრი მოყვარე ყავს. საკმაოდ მოთხოვნადი სამჭიდეებია. კარგად აფიქსირებს მჭიდს, შიგნით აქვს რეზინები, გარედან რეზინები უჭერს და ორი ცალი კედელია და ერთმანეთს უჭერს და მჭიდს ეჭირება. შეგეძიებით ამ სამჭიდეს მიმაგარეთ შეჯიბრებებზე ვინც გამოდიან საქართველოში უკვე არაერთი სასროლი შეჯიბრი ტარდება. ტრანსრემონტ გაუწევთ რეკომენდაციას, იმიტომ რომ თხელი კარგად ეულება ზემო და ღრმად არ ჩადის, ფიქსაცია აქვს შვენიერი და სწრაფად ამოღება და შეცვლა სადაც შენი თავარი პრიორიტეტია იმ მდგომარეობაზე რომ ძალიან არა საბრძოლო ქამარი შეუძლია ჩვეულებრივ ქამარზეც დაიმაგროს, ასევე მაგდება მოლე პანელზე და ესეთ მოლე პანელზე მაგდება. კიდევ გვაქვს აი ესეთი სილიკონი და პლასმასია ერთად, რეზინა პლასმასი. ესენი ძალიან კარგი სამჭიდეებია. ამაში მიდის როგორც 5.56, ასევე 7.62-ის მჭიდები. 5.55-ის თავი. აი ესენი ჩემი საყვარელი სამჭიდეები, ეგრეთ წოდებული ტაკოფოუჩები, რომელსაც რეზინები შეგვიძლია ვაკონტროლოთ. რამდენადძლიერად მოუჭერს მჭიდს და ძნელად ჩავდებთ და ამოვიღებთ. მაგრდება მოლე პანელზე, ძალიან მაგარი მტკიცე პლასმასის სამაგრები აქვს. ეს არის ახალი მოდელი. TopTac Pro არის ესეთი კომპანია, რომელიც ძალიან მაგარი ხარისხის აქსესუარებს უშვებს. აი ესეთი ვარიანტია. აქ არის სულ რეზინა, ზემოთ აქვს მყარი რეზინი და ძალიან მარტივად ხდება ჭიდის ჩადება ამოღება და ფიქსაციაც ძალიან კარგი აქვს. სტანდარტულად შეგვიძლია დავამაგროთ როგორც ჩვეულებრივ ქამარზე, ისე მოლე პანელზე. მაგრამ მაგის სამიანი ვერსიაც აქვს. კი ბატონო. ხო, უბრალოდ ეს არის Agility-ის მოდელი. და ესეც ამაზეა მიმსგავსებული რა. თორე არის ესეთი ცალიანებიც, მაგრამ მე TopTac-ი უფრო მომეწონა და TopTac-ი მაქვს ცალიანებში. ეს უკვე სამცალიანი. ეს მაგრდება ველკრო პანელი, რომელსაც აქვს ისეთ ჟილეტებზე, მოყვება გამყოფები. აი იქ ერთი ცალი მჭიდი უნდა მქონდეს იმის ძელი ნახე კლავიატურასთან. ცხრიანი. ესეთი გამყოფები მოყვება სპეციალურად არის SMG მჭიდები რო ვატაროთ. მაგისთვის პისტოლეტის კალიბრის 6 ცალი შეგვიძლია SMG მჭიდი ვატაროთ, ან 3 ცალი 5.56-ის მჭიდები. სტანდარტული მჭიდები. ხო, ეს ამას ძალიან მაგარი დამატება აქვს. ანუ აი ამას შეგიძლია მოაძრო და ან ფასტექსზე დატოვო, ან ჯიჰუკზე დატოვო და თან სიმაღლესაც არეგულირებ. რა, ის ზუსტად სადაც შენი ველკრო პანელია, შეგიძლია იმ ადგილს დაამშვიდო და ეს ძალიან მაგარი დამატება არის ჩემი აზრით, როცა ამხელა კუსტომიზაციის საშუალება გმეს მაგ სამჭიდეს ვიყენებ, ძალიან კმაყოფილი ვარ. მანამ მაგ სამჭიდეს ჩამოვიდადი ჩემი რეზინის სამჭიდე სრულად რეზინის. დაახლოებით მაგნაირი ვარიანტიც გვაქვს. ხო, მაგრამ ეს სრულად რეზინი არა. ის სრულად რეზინია. ძალიან მეგონა იმას არასდროს არ შევცვლილი, მაგრამ ეს რო ნახე, შემიყვარდა და შემდეგ თოვლის გაგუა მიყიდა. ეს არის იგივე ვარიანტი, ანუ ველკროზე დასამაგრებელ გულისხმობ, ესეც სწრაფად მოხსნადია. უბრალოდ ამას ჯიჰუკები აქვს მხოლოდ და არის დაფიქსირებული ზომაში ვერ ვარეგულირებთ, მაგრამ ამას ერთი პლუსი ის აქვს, რომ ნახე იმდენად მჭიდროდ იჯდება სამჭიდეში.
ეს დამატებითი დამცავი რეზინები რომ მოხსნათ, შანსი არ არის რომ ამოვარდეს, ანუ ფაქტიურად არ ჭირდება რა, იმდენად ჭიდროდ ჭდება. და ჩადებაც სალიხელით არც თუ ისე რთული არ არის, როცა ეს ზედა რეზინები არის მოხსნილი რა. ეს გიშლის ახლა ხელს თორე, აი. просто ცხვირს ჩააყოფინებ და რაც ჩემს სრულად რეზინებზე მასე არ ხდება, ორივე ხელი გჭირდება, იმიტომ რომ უნდა ცოტა გამოწიო, თორე არა, ამას თავები აწეული რჩება და ისე ეს დაკრებებული, რომ ეგრევე უნდა შემთხვევარი არის ესენი. ხო, ეს არის სტანდარტული მოლეზე დასამაგრებელი სამჭიდეები. მოლეზე სამაგრებით გვაქვს კიდე ესეთი. ამაში მიდის ერთი ცალი AR-ის მჭიდი. არა, ერთ ცალში ვიძახი და ამაში მიდის ორი ცალი რა. ანუ ჯამში 6 მჭიდი შეგვიძლია ვატაროთ, ამით 3 მჭიდი შეგვიძლია ვატაროთ. ამას კარგი დამატება ისაა, რომ წინ ხრიწი აქვს და შეგვიძლია დროშა რაღაცა დავაკრათ. ან სულაც ისა აქვს, რა ქვია, ჭრილები აქვს. მოლეპანელი აქვს და კიდე შეგვიძლია მეორე ესეთი გავუკეთოთ და 6-იანი გავხადოთ, ან ადმინ პანელი დავამაგროთ ზედან, რა ვიცი. მეორე რაღაცა შეიძლება გადააწყოთ. მეორე ვარიანტი გვაქვს ამაზე. ეს ძალიან მაგარია. ესენი არის, ამაში მიდის ორი ცალი AR-ის მჭიდი ერთდროულად. ანუ ჯამში 6, ასევე შესაძლებელია რომ უფრო დიდი კალიბრის მჭიდები ჩავაწყოთ, როგორიც არის 308 კალიბრი, AK-762-ები, რა. აი ამაში და ამაში ვერ ჩადეთ მაგაში. არა, ეცამ და ამაში წესით AK-ს მჭიდი შეიძლება წავიდეს, მაგრამ უჭველი არ წავა ჩეზეს მჭიდები. ხო, ვეზეს მჭიდები, აი ვეზეს მჭიდები ამაში. ვეზეს მჭიდი AK-ზეც განიერდა. აი ამაში უკვე თავისუფლად წავა. ჩვენ არ გვითქვამს ახლა. აი ესეთი სამჭიდე გვაქვს კიდე ჰორიზონტალური. ესე დგება კამარზიან ჭილეზე. ეს ჩემი აზრით. აი აქ კამარზე დამაგრდეს წინა მხარეს არის ძალიან მაგარი რაღაცა. იმიტომ არაფერში ხელს არ შეგიშლის. ასევე სტრაფ გადატანის დროს მე ვიყიპიან კაც ხელს არ შეგიშლის, არ შეგიშლის. მე აქ საყუმბარე მიყენია და მეც არ მიშლის და წესით არ უნდა შეგიშალოს და სტრაფ გადატანის დროს აი და ძალიან ნატურალურ მდგომარეობაში არის, რომ ხელის არც გადატრიალება გიწევს, არაფერი პირდაპირ. იგივე ჯავშანჟიძე შეიძლება დაიტანო დაბლიდან წინ ან უკანა. ეს ორივე ესენი ძრება და შეგვიძლია ამოვატრევოთ, ესე დავაყენოთ. ცალხარეს არ არის მიმართული. ან ესე, ორივენაირად შეგვიძლია. საიდანაც როგორც ვინა ყოვლის გუდა. ეს ჭიდებს ვატრიალებ ყოვლის გუდასავით, მაგრამ თქვი რომ ლანსერის წარმოება ამერიკულია, ფოლადის ჩანართებით არის 90 ლარიდან და შენაგახ მაღაზიაში. მარტო შავკეთში. ვიბარებ. გავიერო. ხო, ანუ რას ვწვავდი? ფოლადის ჩანართებით არის ლანსერია 30 ვაზნიანი მჭიდებია მაღაზიაში. დახურული სამჭიდეები გვაქვს ესეთი ერთცალიანი, ეს არის იგლი ინდუსტრიის, მხოლოდ კოიოტის ფერშია მოცემული. აი ესე. ვისაც ძველი მოდა ევასება. ამაში ზოგადად ესეთი დახურული სამჭიდეები კარგია, იმიტომ რომ მარტო სამჭიდეთ არ არის აუცილებელი გამოიყენო, შეგიძლია სხვა ნივთები ჩადო, მაგალითად რაცია, ტურნიკეტი, რავი, ბევრი რამე, რაც ჩაეტევა, ყველაფერი შეგიძლია ჩადო, თავს დაახურავ და ხანში რა ქვია, ენერგეტიკული სასმელი არა, წყლის ბოთლი ნახევარი ლიტრი არის და ასე შემდეგ. არსად არ წავა, არსად მტვერი არ ჩადის, ნაკლებად ჩადის უფრო სწორად ვიდრე. მოკლედ, მაგალითს მინდა მესაუბრად შემოდივი. რა უპირატესობა გააჩნია ღია სამჭიდებს, ეგრეთ წოდებულს, სწრაფებს და რა უპირატესობა გააჩნია დახურულებს, ასევე რა მინუსები და რა პლუსები ორი სიტყვით რო ვთქვათ. ღია სამჭიდეები კარგია, იმიტომ რომ მჭიდის ამოღება და უკანონმდებლობა ხდება ძალიან სწრაფად. არის პრაქტიკული. არ გიწევს ეს აფხრიწე რაღაცები, მაგრამ თუ გიწევს მუცელზე ხოხვა, კი ბატონო. მაგ შემთხვევაში კარგი არის დახურული სამჭიდე, იმიტომ რომ ამ მჭიდი არ ამოვარდება არც ერთ შემთხვევაში. ნაგავი არ მოხდება სამჭიდეებში და მე ქვევიდან არ შეიტანს უკვე უშუალოდ ვაზნებთან და მაგ მხრივ ჯობია დახურული, მაგრამ თუ ხშირად გიწევს ისეთ სიტუაციაში მოხვედრა, სადაც სწრაფად გადატენვა არის მნიშვნელოვანი, ღია სამჭიდეები არის უკონკურენტო. ჩემი აზრით მან არის ყველაზე ოქროს შუალედი აი ესეთი რეზინები ნაპოვნი. თუ ცოტა კარგად მიაჩვევ ხელს, აქ მჭიდის დაბრუნება რატომ უნდა გინოდეს, მე არ მესმის.
როცა დაფულში თუ ჭიდის გადაგდება არ გინდა და შეინახავ, თავისუფლად წყნარ დროს კიდევ მშვენიერი მარტივად ალაგებ ჭიდებს შიგნით. ხო? და ოქროს შუალედი და ნაპოვნი იმაში, რომ დაცულია მჭიდი არ ამუვარდება ხოხვაში, ფორთხვაში. ძის მეტრაკლებად და ხურულებს და ტალახი არ შევა. როგორც ხარი აი აქედანაც არ ამოვარდება, სულ ეს რეზინები მოხსნა. არ ამოვარდება, მაგრამ რეზინის სამჭიდიდან არ ამოგივარდება. არა, მაგრამ ფორთხვაში და ხოხვაში მაინც დამატებით დაზღვევა რო გაქვს სამხედრო ვარიანტში, მე მგონია რომ კარგი ოქროს შუალედია. მე თვითონაც ასეთ რა დღეა სამჭიდებს ხომ დრო არ სტანდავ ხო, მაგრამ იგივე ჯარისკაცებისთვის, იგივე სანგრებში ვისაც რაღაცა უწევს სიარი, ფორთქვა, ხოხვა და ასე შემდეგ, ეს ვარიანტი მგონია ძალიან კარგი ოქროს შუალედი. აი ეს არის მეორე მოდელი დახურული სამჭიდის. ესენი ფერებში გვაქვს, მულტიკამიდან დაწყებული ყველაფერი, მწვანე, კოიოტი, შავი, აბსოლუტურად. ამაში ეტევა 2 ცალი 5.56 ჭიდი. ესე აქ გვაქვს რეზინა, რომელთაც შეგვიძლია ვარეგულოთ მოჭედა, აი ესე. თუ თქვათ ერთი ჭიდის დარება გვინდა, თავისუფლად ვარეგანყავოს, ამას მოვჭერთ და შეუულებრივ ერთცალიანი სამჭიდე იჭდება რა. აი ეს. ხო, და ვისაც ესეთი სამჭიდეები გაქვს, გული არ დაიწვოთ, ეს რაც გაკეთება შეიძლება, ჩაკეცავ და შეუულებრივ ღია სამჭიდეთ აკეთებ. ძველი სკოლაა ეს. ისევე როგორც ამაშიც შეიძლება ძალიან ბევრი სხვადასხვა ნივთის მოთავსება, საკმაოდ კოჭი და რავი, 1000 რამე რა. საკმაოდ დიდი არის მოცულობა აქვს შინ. ეხლა ჩვენ სპონსორი გვყავდეს, რომელიმე ენერგეტიკული სასმელი, იმის ბოთლს ჩავდებდით შიგნით და ვაჩვენებდით როგორი ლამაზი თიჯება შეიძლება. ეხლა გვაქვს კიდე აი ესეთი 2 ცალიანი გადამული სამჭიდეები. ეს ალბათ უფრო კამარზე დასამაგრებლად რადგან არის დაბალი, მაგრამ ჟილეტზეც რომ მოინდომა ჩაულებულად დაამაგრებ. შიგნით მოთავსებულია კაიდექსის ფიქსატორები. აი ესე ჩადების დროს კიდე ჩატკაცუნდება შიგნით და ამის გადმოვარდნის შანსი არ არსებობს რა. და იგივე მოდელი არის. აი ეს, ოღონდ აქ მეორე სამჭიდის მაგივრად დამატებული 2 ცალი პისტოლეტის კალიბრის მჭიდისთვის ჩასადები. აი ეს პისტოლეტის კალიბრის სამჭიდეები ცალად პისტოლეტის ხო, ამ რაც გაჩვენეთ ახლა AR-ის სამჭიდეები, ყველა გვაქვს აბსოლუტურად პისტოლეტის კალიბრზეც რა. ხო. უბრალოდ ახლა მაგიდაზე მაგდენი ადგილი აღარ იყო. ბატონო, ამერსაც სიამოვნებით გავუწევდი რეკომენდაციას იგივე შეჯიბრებებისთვის. ძალიან კაი ვარიანტია სწრაფად. შეჯიბრებებისთვის რომ სიტუაციისთვის სადაც სწრაფად ჭიდის ამოღებაა შენი პრიორიტეტი, იდეალური ვარიანტია, იმიტომ რომ ჩვენ არის აქ შეგვიძლია ერთი ჩავდოთ მჭიდი, მეორეში ჩავდოთ პირობითად დანა ან მუტიტული რაღაცა ესეთი ვარიანტში. დანა არ ახსენე. აჰა. აი ეს. დანებიაშვილი. ერთ ფოუჩი 3 ნივთის მოთავსება შეგვიძლია რა. ჩვენ ვიცით რომ AR-ის ჭიდის აკასგან განსხვავებით ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდის ამოღების დროს ხელს სად მოკიდე, იმიტომ რომ თუ ცოტა ქვემოთ მოგივიდა ხელი, უბრალოდ ჭიდის ზემოთ ტყიებისკენ. ძალიან ისე არ ვეღარ შესვავ შიგნით გაგირთულდება, ამიტომ ამისი ჩასმის ის ბუნებრივად ისეთი ზომა აქვს, რომ ხელს სადაც კიდევ ამოდიხარ, პირდაპირ შედიხარ რეალური ვარიანტია. ნუ როგორც შენ გაგიხარდება, თავარია ზომაზე მაქვს მე. ხო და ნახე მე ყოველთვის მჭიდები მაქვს წინ მიმართული. კი ბატონო. აი ესე ვკიდებ ხელს ბოლოში და უკეთებ ეს. კი ბატონო, ეგ ვარიანტი კარგია. შავშანჟილეთზე მეც ასეთი ხრითმილაგია, მაგრამ ხამარზე უკვე ასე მიდევს, რომ სპილო ხამარზეც ესე მიდევს. და გემოვნებაზე ჩემთვის ესეა მეღო პრაქტიკული. და სამჭიდეებზე ეს იყო კიდე მოდებით სხვანაირებს, რაღაცეები გვაქვს რომელიც ხარ გამოგვიჩენია. თავარია გამოთქვათ სურვილი, ბრძანდეთ, დაათვალიერეთ და გაუჩენილს გავუჩენთ. მოგწეროთ რა გაინტერესებთ და გადავიღებთ იმ რაღაცებსაც ბევრი რამეა. კომენტარებში ხო აქტიურებთ და დაწერთ რა თემა გაინტერესებთ. ძალიან ბევრი აქსესუარი გვაქვს მაღაზიაში დამატებული, კიდევ ველოდებით რაღაცებს. თუ რამე კონკრეტული მიმართულება გაინტერესებთ, კომენტარი დაგვიწერეთ და განვიხილავთ აბსოლუტურად ყველაფერს. ამირან გულში მღეროდა მე რო გონდულია ხოლმე მე რაც მაინტერესებს იმას არ იწერთო. თუ არ მომწერეთ შემოძრო შენაც გაინტერესებს როგორ გადავიღებ იმას. აი, წერეთ და ჩვენ ყველაფერს გადავიღებთ. აი, შედაბებით მომავალ შეხვედრამდე.